როლანდას მაკრიკასი ეწვია, რომელმაც სტადარში მორწმუნეებისთვის საზეიმო წირვა აღავლინა. პაპმა ფრანცისკემ როლანდას მაკრიკასი კარდინალად 2024 წლის 7 დეკემბერს აკურთხა. ის წლების განმავლობაში საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში მუშაობდა. ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესია 2000 წელს კათოლიკე მრევლის მიერ აშენდა. ეკლესია ამიერკავკასიის ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. დღეს ასევე კათოლიკე ეკლესია იონე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღევანდელი დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ეკლესიის კურთხევითან ზუსტად შესრულდა 25 წელიწადი. ამ დღისთვის სამოციქულო ადმინისტრაცია და რომიდან კარდინალი ყოვლადუსახდელოესობა როლანდას მაკრიკასი ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა. აღავლინება წირვა, საზეიმო წირვა. დღეს ჩვენს ეკლესიაში სტუმრად არიან საქართველოს სხვადასხვა კათოლიკური სამრევლოებისგან წარმომადგენლები, სტუმრები, აგრეთვე მთელი სამღვდელო დასი. ეს არის ერთიანობის დიდი ნიშანი საყოველთაო კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომ ჩვენ ვართ ყველა გაერთიანებული ერთ წმინდანში, ერთ ეკლესიაში. ეს არის განსხვავებული არქიტექტურის მქონე ტაძარი. რამდენადაც ვიცი, ამ ადგილზე ადრე ჭაობი იყო, ახლა კი მშვენიერი ტაძრის იუბილეს აღნიშნავთ. კათოლიკე მრევლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო რომ უმცირესობაში ვარ დღეს საქართველოში კათოლიკეები და ძალიან საჭიროებთ მხარდაჭერას, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე მედიისგან და ასევე სხვა ადამიანებისგან. კათოლიკები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფესია ქრისტიანული მსოფლიოში. მათთან მეგობრული კარგი ურთიერთობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კერძოდ საქართველოს ყველა კონფესიასთან, რელიგიურთან გააჩნია ძალიან კარგი ურთიერთობები. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობით და ვფიქრობ ასე გაგრძელდება მომავალში. 13 ივნისის შემდეგ ირანის თავდასხმის შედეგად ისრაელში 28